ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი მმართველი მუშათა პარტიის უმაღლეს თანამდებობაზე ხელახლა აირჩიეს. პარტიის წესდების მიხედვით ყრილობა, რომელსაც კიმი 2016 წლიდან ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ატარებს, ირჩევს გენერალურ მდივანს, რომელიც პარტიის უმაღლესი წარმომადგენელი და ლიდერია. 42 წლის კიმ ჩენ ინი მისი მმართველობის განმავლობაში პარტიის უმაღლეს თანამდებობას იკავებდა, თუმცა ტიტული 2016 წლის ყრილობაზე პირველი მდივნიდან თავმჯდომარედ შეიცვალა. 2021 წლის ყრილობაზე კი იგი გენერალურ მდივნად გამოცხადდა. პარტიის განცხადებით, ბირთვული ძალების გაძლიერებით კიმმა შექმნა სამხედრო პოტენციალი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს აგრესიის ნებისმიერ საფრთხეს და ომის ნებისმიერ ფორმას. განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ მისი ხელმძღვანელობა ქვეყნის მომავალს საიმედოდ უზრუნველყოფს და ჩრდილოეთ კორეელების სიამაყესა და თვითშეფასებას აძლიერებს. პარტიამ ასევე გამოაქვეყნა ცენტრალური კომიტეტის ახალი შემადგენლობა. 138 კაციან ორგანოში 10 წევრი შეიცვალა. მათ შორის ასაკოვანი სამხედრო ხელმძღვანელები და ფხენიანის ფორმალური პარლამენტის 76 წლის თავმჯდომარეც არიან. სახელმწიფო მედიის თანახმად ყრილობაზე ამ დროისთვის კიმის ან სხვა მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონთან ან სეულთან ურთიერთობებზე პირდაპირი განცხადებები არ გაკეთებულა. 대회 참가자들은 내 나라 내 조국의 무궁한 번영을 위하여